მოისმინეთ, რა გაკეთდა სპორტის განათლების კულტურის მიმართულებით და რას უწყობს ხელს, როცა მერი ასია ჩართული ამ მიმართულებებით. დღეს კახკალაძეს ქონდა კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც შეეხებოდა ამჯერად კულტურის განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროს და თბილისის მოქალაქეებმა ნახეს თუ რა გაკეთდა კახკალაძის მერობის პერიოდში. ამას პრეზენტაციის გარეშეც ყოველ დღე ყველა ჩვენგანი თავის თვალით ხედავს იმ სპორტულ მოედნებს, რომელიც აღარ დარჩათ უბანი, სადაც მოწყობილი სპორტული მოედანი არ არის. ხედავს იმ დახმარებას მათ შორის, რომელიც განათლების სფეროში არის, დღეს ითქვა რიცხვებით 11,000 ადამიანი გადამზადდა, საიდან 75% დასაქმდა სწორედ ამ გადამზადების წყალობით. ასე რომ არის ბევრი მიმართულება, სადაც თბილისის მერიამ რადიკალურად შეცვალა მანამდე არსებული მდგომარეობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მომავალი 4 წლისთვისაც იქნება შემდეგ გეგმები წარმოდგენილი იმისთვის, რომ ერთის მხრივ გამყარდეს ეს მიღწევები და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს შედეგები. მერობის კანდიდატის დასახელებას აქვს როგორც პარტიული, ისე ცესკოში რეგისტრაციის და განცხადებასთან დაკავშირებით ყველაფერს შეიტყობს. ჩვენ იმასაც ვისმენდით 4 წლის წინ სილუეტი რომ მქონდა და დაანონსებამდე კახკალაძეს და მარჩეულობდა ხალხი და ვერ ცნობდა კახკალაძეს ამ სილუეტში. ასე რომ დაელოდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ნახავს ყველა მოქალაქე. ეს არის ულტიმატუმ ზონაში ხოთის პუნქტები, რაც მოთხოვნილია ლაპუნქტი რომ შეესრულოთ, მათ შორის მოთხოვნილია კანონპროექტების გაუქმებაც. რას აპირებს ქართული მხარე, რა პასუხი გაქვთ ახლა ბრიუსელისთვის? მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ რა მოთხოვნები იქნა წამოყენებული ბრიუსელის მხრიდან. ორი საკითხია, ხო? ერთი ეხება ოჯახური ღირებულებების და ბავშვთაოფლების დაცვის კანონ პროექტს და რაზე აქვს საუბარი, მარტო სათაური ხო არ არის. მთავარი საკითხი რაც არის ამ კანონში, არის ის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი. ანუ ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. აი ეს არის სინამდვილეში, რაც არის მოწოდებული ამ კანონთან დაკავშირებული, ხომ ამას ეხება, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, ქალი ვერ გახდება კაცი, ის რომ ეს ცრუ იდეოლოგია არის და არ უნდა ისწავლებოდეს ამ იდეოლოგიით არ უნდა ხდებოდეს ტვინის გამორეცხვა ბაღებში და სკოლებში და უნივერსიტეტებში და ასე შემდეგ. ეს იგივეა, რაც ბრიუსელს მოეთხოვა, რომ გვეღიარებინა, გვეთქვა, რომ დედამიწა არის ბრტყელი. აი იმავე განზომილების ცრუ იდეოლოგია არის იმის თქმა, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, როგორც იმის მოთხოვნა, რომ თქვა, რომ დედამიწა არის არა მგვალი, არამედ არის ბრტყელი. ევროპაში გვახსოვს ჩვენ პერიოდი, როდესაც ამას ამტკიცებდნენ, დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის, კოცონზე წვალდა. აი ზუსტად ამას მაგონებს მე ბრიუსელის დღევანდელი ქცევა, რომელიც ითხოვს, რომ თქვათ, რომ დედამიწა მგვალი კი არ არის, ბრტყელია, ანუ თქვათ, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, ეს კი არ თქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. და თუ ამას არ ვიტყვით, თუ ამას არ ვიტყვით, გვპირდებიან, რომ მათ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ. აი ესა, ჯერ ეს უნდა შევაფასოთ, იმისთვის, რომ გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე. და მეორე საკითხი მოთხოვნებიდან ეხება გამჭვირვალობას. ანუ ბრიუსელი გვეუბნება გამჭვირვალობას და რას? დადასტურებულად დღეს ვიცით. ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა და ამხილა უცხოური დაფინანსება ამერიკული ამ შემთხვევაში, რომ მითი ხდებოდა ყალბი იდეოლოგიების დანერგვა, ხდებოდა დემოკრატიებისთვის ძირის გამოთხრა სხვა ქვეყნებში, ხდებოდა საზოგადოებების ასე ვთქვათ ძირის გამოთხრა, მათი დაპირისპირება, ხელისუფლებების ცვლილებაში ფულის ჩადება და ეგრეთ წოდებული რეჟიმ ჩეინჯების დაფინანსება. ეს აღიარებულია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ევროპული დაფინანსების წილიც არის ამ ყველაფერში და ესეც არის ფაქტი და მხილებული. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში ფინანსდებოდა რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, პარტიული მედიები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ვიცით.
დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა და კვლავაც ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში. და ვიცით იმიტომ, რომ შემთხვევით ვარკვევდით რაღაცეებს, როდესაც ვიღაცას ხან პოსტით გაშიფრავდა თავის დაფინანსებას, როგორც დროამ გაშიფრა და გავიგეთო თუნდაც პარტიას აფინანსებდა ევროკავშირის ფულით, რაც არის დარღვევა ყველაფრის საერთოდ. და ამ შემთხვევით ვიგებდით ამ ყველაფერს და ამ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გამჭვირვალეობს ეხება, ამ ყველაფერს მოქალაქეები გაიგებენ და ზუსტად ეს არ უნდა როგორც ჩანს ბრიუსელს, რომ ვიცოდეთ, სად მიდის მათი ფული. ანუ ბრიუსელი ჩვენ შესაძლოა თქვენი პოლიტიკის გამო დავკავდეთ ვიზა ლიბერალიზაცია. ამასაც ნებიერებთ. ქონდეთ არანაირი გულდები შესრულებული და ქვეყანამ თქვენი პოლიტიკის გამო დაკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც ძალიან დიდი სიკეთეა ევროინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხისთვის. ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი, ანუ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი და ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არაფერს არ ნიშნავს. ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობა არაფერს არ ნიშნავს და ბრიუსელიდან უნდა თავად წყვეტდნენ რა დააფინანსონ და როგორ ის უჩუმრად ჩვენი საზოგადოებისგან უჩუმრად. აი ამას გვეუბნებიან, ამას გეუბნებიან. კაცი ხალი იყო, ანუ ამას ამტკიცებთ ამდენი წელი თქვენი მმართველობის პირობებში და დიახ, აქეთკენ ზუსტად აქეთკენ მიყავდათ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივადაც გამყარებული იყო და ზუსტად ამისი ჩაკეტვა მოხდა ამ კანონმდებლობით. ხალი კაცი გახდებოდა და კაცი ხალი ამ ქვეყანაში. სადით ნახეთ ევროპაში სადაც კაცი ხალი ხდება დიახ სამართლებრივად. უყურეთ რა გითხრათ მივიღოთ გადაწყვეტილება რომ თქვათ რომ დედამიწა ბრტყელია? კიდევ ერთხელ ბრიუსელი უყურეთ არა როგორ არის ევროპა ვართ ჩვენ ევროპა ვართ მათ შორის ჩვენ ვსაუბრობთ ეხლა ბრიუსელზე რომელიც ცდილობს ყალბით სრულ იდეოლოგიები მოახვიოს თავს სხვა საზოგადოებებს. გადაწყვეტილება არის თუ არა მიღებული რომ კანონებს არ გააუქმებთ. თუ შეიძლება რომ ამაზე იმსჯელოთ, იმიტომ რომ ამაზე დამოკიდებულია ვიზა ლიბერალიზაციის ბედი. ბრიუსელის ბიუროკრატიამ გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს და ესაა ზუსტად რაზეც ვსაუბრობთ, მოუწოდეთ ამდენ ხანი, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემას, დაუბრუნდნენ სამართლებრივ სახელმწიფოს იდეის პატივისცემას. დღეს ბრიუსელმა გადაუხვია თავის იმ კალაპოტს, რაზეც დამყარებული არის ევროკავშირი, გულისხმობ ევროპულ ღირებულებებს და ამის მოწოდებაა, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს და თქვა, რომ დედამიწა არის გვალი და არა დედამიწა ბრტყელი. უყურეთ, ამიტომ საქმე რაში ეცით, ამიტომ არის რომ ბრიუსელი გვიყენებს კვლავ ყალბ დილემის წილაში გვაყენებს. და ყალბი დილემა მდგომარეობს ასე, რომ თითქოს ან უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, ან უნდა ვთქვათ, რომ ამისთვის უნდა ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს არის ყალბი დილემა, რომელსაც აყენებს ბრიუსელი. აქ არ არის კავშირში არ არის არც ევროპული ღირებულებები და არც ევროკავშირი მისი ღირებულებებიდან გამოდიან. აქვე შეგახსენებთ, არა, უფრო კარგი რამეს გეტყვით, უყურეთ მის ეს ამ კანონებს შორის რომელს აირჩევდა? აი რომ მკითხოთ ახლა საქართველოს მოქალაქეებს. მაგას ქვია ევროპაში თუ თქვენი მიღებული ეს კანონები. რომელს აირჩევდა? აი ზუსტად ამას ქვია ყალბი დილემა, როდესაც ამასაც ყალბ დილემას გვიყენებდი მაგალითად სააკაშვილთან დაკავშირებით ასევე ბრიუსელი. რომ მოკვდეს მაშინ რა მოხდება? აი რომ მოკვდეს რა მოხდება? რომ ასე იყო. ამას ქვია არა, უყურეთ შანტაჟის, მისმენთ ეს არის შანტაჟი. შანტაჟის მთელი იდეა არის სრულ დილემების დაყენება. აი რასაც მაგალითად ხოშტარი აკეთებდა, როდესაც დაიწყო შიმშილობა. რომ ამბობდა მე თავს მოვიკლავ თუ რაღაცა არ მოხდება. შანტაჟის დროს ხდება სრულ დილემების დაყენება, თითქოს არის სიკვდილის სიცოცხლის საკითხი და ასე შემდეგ. სინამდვილეში შეაფერი არ არის. აქვე გეტყვით, საინტერესო რამე არის ამ წერილში. ამ წერილში ერთი წამი. გეტყვით კიდე რა არის ამ კანონში. ერთი წამი. კიდე ერთი თავარი თქვენ ვსაუბრობთ თუ ჩემი აზრი გაიტაცეთ. ხო და აი უყურეთ პასუხობს. ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მისმენთ გავი თქვენი აზრი გაიგო თქვენ მაყურებელნი. ეხლა ჩემი აზრიც მივაწოდოთ. უყურეთ ამ წერილში არის კიდე ერთი საინტერესო მომენტი და ამაზე გთხოვთ ყურადღება გაამახვილეთ. ამ წერილში ფაქტობრივად აღიარებულია რომ დიპლომატიური და სამსახურული პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა. ამ წერილში მითითებული არის რომ ევროკომისიამ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზის მოთხოვნის შემოღების რეკომენდაცია გასცა იმის გამო, რომ ზოგადად პასპორტებთან დაკავშირებით ამოწმებდა შესაბამისობას. არანაირი კავშირი
ჩვეულებრივი პასპორტების ან ზოგად ვიზა ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შორის არ არსებობს. ერთი ეფუძნება დიპლომატიური პასპორტები ეფუძნება 2010 წლის ხელშეკრულებას, მეორე ეფუძნება ზოგად გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის პასპორტთან დაკავშირებით. ამ წერილით ევროკავშირმა აღიარა, რომ მან დაარღვია საერთაშორისო სამართალი, დაარღვია 2010 წლის ხელშეკრულება, საერთაშორისო ხელშეკრულება და ამით უკვე ფაქტობრივად გვაქვს ფაქტი, რომ ევროკავშირი ბრიუსელის სახით არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი და რატომ აკეთებს ამას? ხომ აბსოლუტურად რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და მსოფლიო ასპარეზზე ჩდება როგორც საერთაშორისო სამართლის დამრღვევი იმის გამო, რომ გამოიყენოს ეს რაღაც სადამსჯელო და შანტაჟის ინსტრუმენტებად საქართველოს წინააღმდეგ. ოციმისის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარეობს ექსპერიმენტი და საგამოძიებო მოქმედებები. სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნა იყო და რეკომენდაციას რამდენად მნიშვნელოვანია რომ კითხვებს გაეცეს პასუხი. სხვა თემებიც ბოდიში რა. როგორ არ დაჯილა ორ ადამიანს ახლა მიესაჯა რამდენიმე წელი ამ ძალადობის გამო, რასაც ჩვენ დეკემბერში ხედავდით და პროცესები მიდის კვლავ და ყველა დამნაშავე დადგინდება. რამდენიმეს უკვე მისჯილი აქვს. დეკემბერში ძალადობასთან დაკავშირებით. მოქალაქეებს არ გეკითხებით. მიმდინარეობს საგამოძიებო ექსპერიმენტები ხალხს ისხლიანებდნენ და კლავდნენ. რუსთაველის გამზირზე ვინმე არის დასჯილი? კიდევ ერთხელ უყურეთ, დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გვაქვს რამოცემულობა, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევროკომისიის მხრიდან. ეს არის, რომ ამართლებენ პარლამენტის დაწვას. ამართლებენ პოლიციელებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას. ამართლებენ ძალადობას, რომელიც მოდიოდა. გინა მოგისმენიათ? არა. სხვა რაღაცას გეკითხეთ. მისმინეთ. ადამიანები ის გამო არის. აი, მოგისმენიათ რომელიმე მითხარით ევროკავშირის ელჩის ერთი განცხადება, რომ გერმანიის რომელიმე მათი ელჩის ერთი განცხადება, ევროკომისიის რომელიმე წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც დაგმო მოლოტოვის კოქტეილი, რომელმაც დაგმო პარლამენტის დაწვა, რომელმაც არა, ჩემი კითხვა ხო იცით რა უინტერესებს უყურეთ რომელიმე დაგმო ძალადობა ევროკავშირმა დაგმო პარლამენტის დაწვა და მოლოტოვის კოქტეილის არა დიახ როდესაც არ გმობს როცა ევროკომისია ნაცვლად იმისა დაგმოს ძალადობა პარლამენტის დაწვა მოლოტოვის კოქტეილის სროლა ამითი ამართლებს და ეს არის სინამდვილეში მთავარი სირცხვილი რასაც ბრიუსელი აყენებს ევროკავშირის და ევროპულ ღირებულებებს როდესაც ძალადობა დღეს ევროპის სახელით ხდება საქართველოში ჩვენ რასაც უყურებთ, ყველა ეს ძალადობა, მუქარა, სიძულვილის ენა, ბულინგი, ყველაფერი ეს ვისი სახელით ხდება? ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის დროშის და ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩების სოლიდარობით. ჩვენ ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი სოლიდარობას უცხადებს და ევროკავშირის ელჩი სოლიდარობას უცხადებს პოლიციაზე თავდასხმას. ამას ხო არანაირი კავშირი ევროპულ ღირებულებებთან არ აქვს. ეს არის ყველაფერი გარდა ევროპული ღირებულებებისა, ეს არის გზა საბჭოთა კავშირისკენ და ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირში ნამყოფი. და ვიცით რას ნიშნავს საბჭოთა კავშირი და ამიტომაც ვაფრთხილებ ჩვენ ევროკავშირის მოქალაქეებს რომ მათ უნდა და ხედავთ რომ მიდის გამოფხიზლება მოქალაქეების ამხრივ ხედავთ არჩევნების შედეგები როგორ არის ევროკავშირში იმიტომ ხედავენ რომ ევროკავშირისკენ მიაქანებს ზოგიერთი ბიუროკრატი ბრიუსელში ევროკავშირს 20 მისის საქმეზე გითხეთ რუსთაველზე ექსპერიმენტი ჩატარდა ევროსასამართლოს რეკომენდაციაც იყო ეს ყველაფერი სავარაუდოდ არაპროპორციული ძალის გამოყენების საკითხზე არის აპელირება რამდენად მნიშვნელოვანია რომ კითხვებს გაეცეს პასუხი რა თქმა უნდა არის პროცედურები რომელიც მიმდინარეობს და ეხაც საინტერესო არის რომ ამასთან დაკავშირებით ჩუმად არიან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები და პირიქით ხედავთ რომ ასე ვთქვათ ამ ხრივ ვეღარანაირ პრობლემას თითქოს ვერ ხედავენ მიუხედავად იმისა რომ არის პირდაპირ დავალება სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ამიტომ ნახოთ ანუ გადაწყვეტილების არსია რომ მოხდეს უფრო დეტალური გამოძიება ტარდება რა შედეგები დადგება ამას შევხედავთ. ყველა პლატფორმიდან ვიბრძოლებ საიდანაც იქნება ამის შესაძლებლობა. როგორ ფიქრობთ რას უკავშირებთ მის ამ განცხადებას და რისგან თავის არიდებას ცდილობს გიორგი გახარია? გიორგი გახარია არის გუშინავს თქვი არის სიტუაციური მატყუარა რაც დადასტურდა არა ერთხელ მათ შორის საგამოძიებო კომისიაზე მაგ 3 წუთში ორი სხვადასხვა რამ თქვა რომ ელჩები არ ახსოვს ვისთან რა ქონდა საუბარი გადადგომის წინადღეს და 5 წუთში თქვა რომ ამერიკის ელჩი შეხვდა და ვიცით რომ უცხო ქვეყნის ელჩების დავალებით გადადგა ის საბოლოო ჯამში თავის თანამდებობიდან სიტუაციური მატყუარა არის და ამავე დროს ხედავთ რომ მას პასუხისმგებლობის აღებას უნარი არ აქვს გარბის
ყველა შემთხვევიდან. გაიქცა 2021 წელს საქართველოს ოცნებიდან, ეხლა გაიქცა თავის პარტიას და ასე დარბისთან იტყუება. ასე რომ რა ვიცი, რა გითხრათ, მისი ასე ვთქვათ, პროფილი და მისი ასე ვთქვათ რა ღირებულებების მატარებელია, ამას ყველა ხედავს პირდაპირ ეთერში. დავამატებ შეიძლება გიორგი გახარიაზე, ბატონო შავა, გიორგი გახარიაზე. კანონოდ გავრცელების ამბავზე ორი პირი არის დაკავებული. ნაციონალური დანაშაული არის. გახარიაზე დავამატებ შეიძლება, მაგრამ გიორგი გახარია ამბობს, რომ თავისთავად აქ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა უსაფრთხოების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე როგორც მთლიანად უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობა საქართველოში. ხედავთ თქვენ რა ხდება ჩვენს გარშემო, ხომ? ესე იგი გუშინ წინ მტრადაც ხადებდნენ ჩვენს რეგიონში ვიღაცას, გუშინ მეგობრად და დღეს ისევ ბომბავენ. ასე რომ აი ესე ყოველდღიურად იცვლება უსაფრთხოების გარემო ჩვენს გარშემო და საქართველოს არის შვიდობის კუნძული ამ ყველაფერში. მიუხედავად იმ თავდასხმებისა, რომელსაც სამწუხაროდ ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ჯგუფები საქართველოში ახორციელებენ ჩვენს უსაფრთხოების სისტემაზე უპირველეს ყოვლისა. ბატონო შავა, გიორგი გახარია დავუშვებთ, შეიძლება ახლა სტრასბურგშია, თუმცა გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყნის ყველაზე ეფექტური ახლა არის გიორგი გახარია ახლა ამბობს, რომ ქვეყნის ყველაზე ეფექტური არის ბრიუსელში. დახურულ ტელევიზიაში რომ შევიდა პროკურატურა. ამ შემთხვევაში ეს არის გზავნილი სხვა ტელევიზიებისთვის და მედიებისთვის, რომ შემდეგი შეიძლება ისინი. თქვენ თვითონ დახურულია ტელევიზია და რა გზავნილი უნდა იყოს. იმიტომ ტელევიზია გარდა იმისა, რომ არის მედია, არის ორგანიზაცია, სადაც არის ფული და როგორც ამ მისი მეპატრონი ეს ფული გაფლანგეს. ასე რომ ახალი ამაში არაფერი არ არის. ამაში არაფერი ახალი არ არის. ეს საკითხი დიდი ხანია საზოგადოებამ იცის თავად ამ ხარეების კინკლაობით, რასაც ჩვენ უყურებდით. ასე რომ გაერკვა პროკურატურა. ოპოზიციის საარჩევნო შანსებზე გეკითხებოდით, კიდევ ერთხელ გაიცნო გუშინ მოწოდება გაერთიანებასთან დაკავშირებით, ამჯერად ხაზარაძე საუბრობს ამაზე. ეს არის თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა თუ მორიგი მცდელობაა ოპოზიციის რებრენდინგის? რა ვიცი, ერთად ცალ-ცალკე პირველ მეორეზე გათვლით თუ მეორე პირველზე გათვლით მნიშვნელობა არ აქვს. ასეც და ისეც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დამარცხდება კიდევ ერთხელ თვითმმართველობის არჩევნებში. ეს არის მათი მთავარი დილემა. ამიტომ არის რომ ვერ გაუგიათ გაყვეს ეს 4 ბარიერგადალახული პარტია, 2-ს აღებინებენ მონაწილეობას, 2 არ იღებს მონაწილეობას, რომ რაღაცნაირად სადაც ყველა ოფცია მოსინჯონ. სინამდვილეში მთავარი დილემა რაც დღეს რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს საზოგადოებრივ უდგას არის ის, რომ შევლენ არჩევნებში დამარცხდებიან, არ შევლენ დამარცხდებიან. ანუ მათი ბოლო არის ერთი და იგივე. ასე რომ ამ დილემაში რაც თავარი ამ ჩიხში თავისთავად თვითონ ჩაიგდეს, უბრალოდ მათმა პატრონებმა ჩააგდეს ამ მდგომარეობაში. აი რო უსმენდნენ ზოგიერთ ელჩს და მანდატებზე რო უარი თქვეს, ეხლა მივიდნენ და იმ ელჩს მოკითხონ პასუხი. რო უსმენდნენ ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს და ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს, წავიდნენ ეხლა და იმ ევროპელ ბიუროკრატებს მოკითხონ, რატომ შეიყვანეს ამ ადგილში. აი ეს არის ბედი ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ვასალი ხდება სხვისი. აი ზუსტად როგორც ვასალს ექცევიან, ისე მოექცნენ საბოლოო ჯამში რადიკალურ ოპოზიციას, ხედავთ რომ ათამაშებენ ჩვეულებრივად თოჯინები.